ბევრი ადამიანი მიდის ევროპულ ქვეყნებს ისინი უფრო განვითარებულები არიან, უფრო ძლიერი ეკონომიკა. მე გამიხარდება ის, რომ წასვლა მხოლოდ ვისაც უნდა დასვენების თვალსაზრისით წავიდნენ და არა სამუშაო. ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, კახაკალაძე აღიარებს, რომ ხალხი საქართველოდან ემიგრაციაში გაჭირვების გამო გარბის. კობახიძე კი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლამ ემიგრაცია წაახალისა. როგორია რეალობა? ვიზა ლიბერალიზაციამდეც მოქალაქეები ნებისმიერი რისკის ფასად ტოვებდნენ სამშობლოს და ევროკავშირში ან ამერიკაში მიდიოდნენ. უვიზოდ მიმოსვლა კი გახდა ლეგალური დასაქმების და ბევრი წლის შემდეგ ოჯახის წევრების მონახულების საშუალება. სად ის რომ წყლობით ადამიანები საკუთარ ოჯახის წევრებს ვენახულობენ, დედების შვილებს და შვილები დედებს, ხო? და სად ის როცა შეგიძლია წახვიდე, იმუშაო და შემდეგ ეს დაგროვილი თანხა თქვა გამოიყენო შენს ოჯახთან. მახსენდება ბიძინა ივანიშვილი როგორ გვიპირებდა ჯერ ყველას ემიგრაციაში ზუსტად ამ სქემით გაშვებას. ვიზა ლიბერალიზაციის ხარჯზე, ასე ვთქვათ, რაც თავისთავად ცალკე აბსურდი იყო, მაგრამ მეორე ის რომ აქ ხალხი დარჩება, იმიტომ რომ უვიზოდ ვეღარ წავა და აქ იმუშავებს, ეს არის აბსურდი. ვინმეს თუ სამუშაო წასვლა უნდა, ხალხი მექსიკიდან იპარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დინარეებს და 1000 ბარიერს ლახავდა. შესაბამისად, არაფერი ხელს არ შეუცვლის მას, ვისაც წასვლის სურვილი აქვს. ემიგრანტების პასუხმა არ დააყოვნა. ადამიანები, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მუშაობენ, ივანიშვილის გუნდს ეკითხებიან, რა დახვდებათ ემიგრაციიდან დაბრუნებულებს. ემიგრანტებისთვის ცხადია, რომ ქვეყანაში სადაც სამუშაო ადგილები არ არსებობს. უმუშევრობა ყოველი მეექვსე ბავშვი შიმშილობს და ყოველი მეხუთე სოციალურ ასლარიან შემწეობას ელის, ვერაფერი შეიცვლება და ემიგრაცია გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად რჩება. ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება ამ წუთში საქართველოში თუ ვიღაცის ვიღაცა არ ხარ. არის საშინელი ნეპოტიზმი, ყველამ ვიცით და კორუფცია. ფსიქოლოგიურად მოგსპობენ და იძულებებს ხდიან ქვეყნიდან წახვიდე. ბუხარიათ, მათ არ წინთ ქვეყანა რომ იცლება და მათ რჩებათ ბოლოს და ბოლოს თურმე ხალხს ვეღარ შეეძლება, ვეღარ გადარჩეს, ვეღარც შვილს უკურნალოს, ვეღარც ოჯახი შეინახოს. ანუ რას გვიპირებენ იზოლაციაში მოქცევას და ეს არის მათი დიდი სურვილი, იმიტომ რომ საბოლოოდ დაამყარონ დიქტატურა. ადამიანები აქ მოდიან როგორც სამკურნალოდ, ისე სამუშაოდ, იმიტომ რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არ არსებობს და გაჭირვების არ ვიცი რა დონეზეა მიღწეული ზღვარი, მე მგონი ზღვარით აღარ არსებობს უკვე საუკუნეებია საქართველოს ემიგრაცია ინახავს სხვა და თავაზობენ მონობას, შიმშილს და თუ საქართველოს ქართველების გარეშე. დღეს ივანიშვილის გუნდისთვის იმის შეხსენებაც მოუწიათ, რომ ემიგრაციაში უკიდურესი გაჭირვების, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან უკეთესი მომავლის საძებნელად მიდიან. ეს ხალხი ემიგრაციიდან უგზავნის ოჯახებს ელემენტარული საჭიროებებისთვის თანხას. ხშირად ისინი დადიან საბერძნეთში, მასწავლებელი ქალბატონები და სხვადასხვა კიდე ევროპულ ქვეყნებში, სადაც სეზონურად, როდესაც არ დადებებია, მუშაობენ 3 თვე ან 3 თვეზე ნაკლები, მუშაობენ იქ სხვადასხვა რესტორნებში ან სხვადასხვა სეზონურ სამსახურებში, სადაც გარკვეულად საკუთარ ბიუჯეტს ავსებენ. ხა ესეც აღარ ექნება, დაარტყავს ყველაზე უფრო ღარიბ ადამიანებს, რა თქმა უნდა, და გაჭირებულ ადამიანებს საქართველოში. არა კობახიძის კლასს. ემიგრაციაში ბუნებრივია ადამიანები მიდიან უკეთესი სამუშაო პირობების საძებნელად. ემიგრაციას გაზრდის არა ვიზა ლიბერალიზაცია, არამედ საქართველოს ჩაკეტვა, რისკენაც მიყავს ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას საქართველოს კანონიერი, უკანონო ადამიანები ყველანაირ გზას ეცდებიან, რომ მონახონ, რომ ქვეყანა, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ დარჩება, ეს ქვეყანა დატოვონ. მაღალ ანაზღაურებადი ან საშუალო ანაზღაურებადი სამსახური შეთავება დღეს ეგრეთ წოდებულ საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლია. მხოლოდ 2024 წელს მხოლოდ ევროკავშირიდან 1,451 მილიონის გზავნილები მიიღო ქვეყანამ. წელს ეს თანხა ბევრად დიდი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებზე გზავნილების თითქმის ნახევარი მოდის. ემიგრაციაში წასული მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხები ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები კი ეკონომისტების თქმით მხოლოდ მეტ უმუშევრობას უდრის. მილიონამდე ადამიანია დაუსაქმებელი და ამას თუ დაემატება ის 100,000-ობით ადამიანი, ვინც დღეს ევროპაშია დასაქმებული, უბრალოდ უმუშევრობა გაიზრდება და ქვეყანა იქნება უფრო რთულ მდგომარეობაში. მეორე საკითხია, რომ ეს ევროპაში დასაქმებული ემიგრანტები
წელიწადში სულ მცირე $1.5 მილიარდს გზავნიან საქართველოში და ეს არის ძალიან დიდი ფული საქართველოსთვის და ისინი თუ ევროპაში არ იქნებიან ამ ფულსაც დავკარგავთ, ხო? და ეს იქნება კატასტროფა. ბევრი ოჯახი ამაზე დამოკიდებული, ეს ხელს უწყობს ლარის კურსის სტაბილურობას და ასე შემდეგ. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით ფულადი გზავნილების 45% იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან. მორიცხვების წილი საკმაოდ დიდი ნაწილია მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან აი სამთვიანი პერიოდის მანძილზე. ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ქვეყნის ეკონომიკაში დიდი კატასტროფის მომასწავლებელია. 9 მილიარდიანი დარტყმა პირველივე თვეებში, ასეთია ეკონომისტების პროგნოზი. პირველ რიგში ზიანს ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სეზონურად მუშაობენ ევროკავშირში. შემდეგ კი დომინოს პრინციპით ზიანი სხვა სექტორებზე გადანაწილდება. არსებობს რისკი ქვეყანამ დაკარგოს მილიონობით მგზავრი და ავიაკომპანიებს ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწიოთ. 400-500 მილიონი დოლარის ან ევროს ფარგლებში, პლუს მინუს შეიძლება ყისიერად შეგვიმცირდეს. ეს რას ნიშნავს ეკონომიკისთვის? ხო, ეს პირველ რიგში ნიშნავს ძალიან მძიმე დარტყმას მოსახლეობის აი ამ თვითდასაქმებული სტატისტიკაში მოხვედრილი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული და დომინოს პრინციპით გადანაწილდება იგივე სამხმარებლო ბაზარზე, რა თქმა უნდა, წნეხს გაზდის ლარზეც, ხო? ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდება, ის ავიაკომპანიები, მათ შორის ახლა მხოლოდ ვიზიარზე ვსაუბრობთ, ასევე ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაფრინავენ, ქართული ავიაკომპანიები რას ფიქრობენ თუ არიან დარჩენილი, ხო თუ იგივე აირზენ, რომელიც შეიძლება გამოირჩევა, თქვა, ხელისუფლებისადმი მაამებლური განცხადებებით, მას მოწონს ის, რომ ეს რეისები როა ყოველდღიური ლამის ევროპის ქალაქების მიმართულებით. ბევრს შექმნება პრობლემა და ამას ყველა ჩვენგანი იქნება საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური შოკი. ამ ყველაფრის შემდეგ კი რა აქვს სათქმელი ქართულ ოცნებას. ვსთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამაგებული ეკონომიკა. განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნად ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოვებული. ქართული ოცნება ემიგრანტებს იმ საქართველოში დაბრუნებას სთავაზობს, სადაც ბოლო თვის სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობა გაიზარდა და 100,000-ობით ადამიანი უშედეგოდ ეძებს ღირსეულ სამსახურს.